მოგესალმებით ქართული არ არის მუზეუმიდან. პატარა სურპრიზს გვპირდებით. უფლისციხის ყოფილი დირექტორი კონსულტაციას გვიწევს ბატონი ვლასი. ჩვენ რა გადავწყვიტეთ? ჩვენ გადავწყვიტეთ მე-20 საუკუნე გამოვფინოთ. პირველი მსოფლიო ომი ჩვენ გამოფენილი ქონდა არავას. და ეხლა გვექნება გამოფენილი უკვე მეორე მსოფლიო და აფხაზეთის ომიც, რომელიც აი აქ იქნება წარმოდგენილი. და აქ არის წარმოდგენილი მეორე მსოფლიო, ავღანეთის ომი და ფორმები. ვისურვებთ წარმატებები. არა, ავლას. მე მიტყვი ერთ რაღაცას, რომ როგორ იწყებოდა ხო პირველი დღიდან მუზეუმის გახსნის დღიდან მე ვიცი ხო როგორ კეთდებოდა, როგორ პატარა რაღაცი, პატარა კოლექცია და დღესდღეობით უკვე აი მე-20 საუკუნეს შეეჭიდე ეს ძალიან სერიოზული რაღაცა არის რა, იმიტომ რომ პატარა სივრცეში წარმოდგენილი იქნება მთელი ეპოქა და მე როგორც ვიცი ამ სივრცეში იქნება პატარა ეს გაკვეთილები, ლექციები, მოწვეული სპეციალისტები იქნება, რომლებიც და ზუსტად ეგმეთქვა, ვისაც აქვს კოლექციები, ისინი წარმოადგენენ კოლექციებს, ეს იქნება მონეტები, მარკები. ლასა ძალიან მაგარი ქუდების კოლექცია და ქუდებზე წაიკითხავს ლექციას, არა მარტო წარმართულ ღმერთებზე და ღვთაებებზე. საერთაშორის ლასი ქუდებზე თუ შეიძლება, ქუდებზეც წაგვიკითხავს. აი აქ იქნება პატარა ადგილი, რომ გიდები, ტურისტები დავბრძანდნენ და მოკლედ მოისმინონ სხვადასხვა ნივთებზე და მათი განვითარების ეტაპებზე ლექციები. რა სიტყვით? მე ვიტყვი რომ ძალიან კაი არის და საკმაოდ რთული ცოტა არ იყოს გასაკეთებელი, მაგრამ იცი რა მომწონს ჩოხა შენში, რომ შენ სიტყვა რთული არ იცი. ჩვენ მარჩი დაბადებული ვერძედი ვართ და ჩვენ წინაღობა უნდა გავანგრიოთ თავით. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ. ეს არის ძალიან კარგი, ხო, მეტყვი რომ თხის კაცს როდესაც ვერდით არის რაღაც. აი, მე აქ უფრო აი მაინც ერთი წამით. მე აი ქართული შვენიერია. მოკლედ იკითხეთ ბევრი, გახსოვდეთ წარსული, იარეთ მუზეუმებში და გექნებათ მომავალიც. ეგრეა.